გამარჯობებს მამას ტურბოზავრებს ყველას უშველიან ვინც ითხოვს მას დახმარებას თუ მის გვერდით ხარ მას არი დარდო თუ ცუდი რამ შეგეთქვა უნდა დაუძახო ტურბოზავრებო წინ რაცინგასი ტურბოზავრებო ყველა გაჩხით ტურბოზავრებო შევხვდეთ თავ გადასავლეთ სხვებთან ერთად მამაღლა დაიძახე ტურბოზავრებო წინ ტურბოზავრები დაგიჭერ დაგიჭირე ნუ გძინავს დაინახე რა გააკეთა წამოდი ბოდიში მოვიხადოთ და ბურთი გამოვართვათ გამარჯობა ბოდიშს გიხდით შემთხვევით მოგვივიდა ესე იგი თქვენ დააზიანეთ ჩემი ფარდული რას ამბობთ ბურთს ვთამაშობდით და თქვენთან გადმოვარდა ბურთი? რა თქმა უნდა, წაიღეთ ფარდულს რა დაემართა? ამას ხედავთ? კბილების ნაკვალევია ისეთი შთაბეჭდილება მაქვს რომ ვიღაცა მთელი კუთხე დაღრღნა თითქოს დინოზავრი იყო რას ამბობთ? დინოზავრები დიდი ხანია აღარ არსებობენ, ხომ ასეა? რა თქმა უნდა საჭიროა გავარკვიოთ ვინ დააზიანა ფარდული მაგრამ როგორ? ნაკვალევის მიხედვით ეს ცხოველები ტყიდან გამოვიდნენ. დღე უნდა დავათვალიეროთ და გავიგოთ რა ცხოველებია. შეხედეთ. რამე იპოვეთ? ასაკეთებთ. ეს ხომ ბარსიკის ნაკვალევია, სტეპან პეტროვიჩის კატის. ის ამას არ იზამდა. შეხედეთ. პანიკის გარეშე. ხეს მე დავიჭერ. პაშა. გავიგე რა ხდება. ცხოველები, რომლებსაც ვეძებთ, თახვები არიან. მხოლოდ მათ შეუძლიათ ხე ასე შემოხრღნან. მაგრამ თახვები წყლის მახლობლად ცხოვრობენ. იქ იშენებენ სახლებს, თხრიან სოროებს. სტეპან პეტროვიჩის ფარდული რატომ დაღრღნეს? ყველაფერი გასაგებია. წყლის დონე მაიცია, თახვების კაშხალი და სახლი დატბორა. ახლა კი ახალ სახლს ეძებენ, მაგრამ ვერ პოულობენ. ესე იგი მავნებლები არ ყოფილან. თვითონაც დაზარალდნენ. რა თქმა უნდა, საბრალო თახვები. თუ ახალ სახლს ვერ იპოვიან, დაიხოცებიან. ჩვენ უნდა დავეხმაროთ. გვერდით არხს გავიყვან და წყლის დონე დაიწევს. მე გავთხრი. თორ, შენ მიწას მოაშორებ. ანკი, შენ კი კაშხლის ნაწილს თავის ადგილზე დააბრუნებ. ტრაკ? კარგი, შენ კატას მიხედე. ტურბოზავრებო, წინ! აეშველება სტეპან პეტროვიჩის ფარდულს, იმას რა ვუღოთ? ვფიქრობ მისი აღდგენაც შეიძლება. თავარია მისმა პატრონმა არ დაგვინახოს. მოგვიწევს ვიშრომოთ. მე და ანკი მოვიტანთ ხეებს, რომლებიც თახვებმა დაღრღნეს. ტრაკ, შენ მათ დადგმაში დაგვეხმარები.
თორ და დო. მიწა გაასწორეთ. ზერ შენთვის განსაკუთრებული დავალება მაქვს. წყალსაცავთან გაფრინდი და ნახე თახვები თუ დაბრუნდნენ იქ. არის. ტურბოზავრებო, წინ! შესანიშნავი ახალი ამბავი მაქვს. თახვები თავიანთ ადგილს დაუბრუნდნენ? კი. ახლა ყველაფერი კარგად იქნება. რაო ბარსიკ, ბევრი ისეირნე? სტეპან პეტროვიჩი ბრუნდება. ტურბოზავრებო, დავიმალოთ. ახლა ხელოსნები უნდა მოვიყვანო, რომ ფარდული შეაკეთონ. ბოდირს გიხდით, სახლში უნდა წავიდეთ. ჰო, რა თქმა უნდა. შენ რამე გაიგე? მე ვერაფერი. კატია! ზერ, პეტია და კატია დღეს არ მოვლენ. ბორიასთან, ფედიასთან და დეი და ნორასთან ერთად ქალაქში მიდიან. თეატრის ბილეთები აქვთ. ვიცი, ყოველი შემთხვევისთვის დავუძახე. როგორ შეიძლება თეატრში წასვლა, როცა გარეთ ასეთი არაჩვეულებრივი ამინდია? ხვალ კიდევ უკეთესი ამინდი იქნება. თეატრში კი ძალიან საინტერესოა. ჰო, ისინი გაერთობიან ჩვენ კი მარტო ვართ ამ უღრან ტყეში. უკვე მომენატრნენ. გაფრინდები შორიდან მაინც შევხედა. ტრანსლაცია ჩართე. ჩვენც მოგვენატრნენ. ავტობუსმა რომ დაიგვიანოს? სპექტაკლის დასაწყისისთვის ვერ მოვასწრებ და ბილეთები დაგვეკარგება. ფედია, არ ენერვიულო. ავტობუსი ზუსტი განრიგით დადის. არა, ჩვენ სახლში ვრჩებით, მულტფილმებს ვუყურებთ და ნაყინს შევჭამთ. მორჩა, მოვედით. სასწრაფოდ საგზაო ხელოსნები უნდა გამოვიძახოთ. თეატრში გვაგვიანდება. განაცხადი მივიღეთ, სარემონტო ბრიგადა 1 საათში მოვა. დიახ, დიახ, ძალიან გელოდებით. მე მგონი ჩვენს მეგობრებს პრობლემები აქვთ. განაცხადი მიიღეს, სარემონტო ბრიგადა 1 საათში მოვა. მაგრამ ვერ მოვასწრებთ სპექტაკლზე და გვაგვიანდება. რა კარგად წავედით თეატრში, ეს ანიშნავია. დეი და ნორა, დარეკე თეატრში, უჩვენოდ არ დაიწყონ. სპექტაკლის ნახვა მინდა. პეტია. გზის მონაკვეთი, რომლითაც თეატრში უნდა მივსულიყავით, ჩავარდა. დავინახეთ, ზერმა ყველაფერი გადაიღო. სასწრაფოდ თუ არ შევაკეთებ, თეატრში დაგვაგვიანდება. ბულ, დღეს შენ ხარ უფროსი, შენი იმედი გვაქვს. ყველაფერი ჩემი თვალით ვნახე. მიწის ზურა, ცუნამი, ტორნადო გზა ჩავარდა. ბილეთები იკარგება. შვიდად ზერ. ვფიქრობ გზა გრუნტის წყალმა ჩარეცხა. მე იკარენაირი წყალი არ მინახავს. აბა, ცუნამი იყო? ავარიის აღმოსაფხრელად მილი დაგჭირდება. ტრაკ, დო, დღეს თქვენი დახმარება არ დაგჭირდება. ჩვენ საქმიანობას აქ უყურებთ. ზერი ტრანსლაციას უზრუნველყოფს. რა ცუდია. კი ბატონო, თუ რამეა კავშირზე ვართ. ჯერ გზის დაზიანებულ მონაკვეთს გავწმენთ.
შემდეგ ანკი დააყენებს მილს, რომ წყალი დაუბრკოლებლად მიედინებოდეს გზის ქვეშ. მე მილს მიწას დავაყრი. თორი კი საგზაო საფარველს დატკეპნის. რთული ამოცანა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. რა თქმა უნდა, ტურბოზავრებო, წინ! სად არიან ეს მშენებლები? ახლა ნამდვილად ვეღარ მოვასწრებთ. შვიდად, ნამდვილად მოვასწრებთ. მე ბევრად უკეთ დავტკეპნიდი. მე კი მილების საუკეთესო ჩამდები ვარ. ადგილები დაიკავეთ, მივემგზავრებით. მარჩა! უკვე შეაკეთეს. შესანიშნავი სპექტაკლი იყო ლურჯ ფრინველზე. საინტერესოა გზების რემონტზე თუ არსებობს სპექტაკლი. ოჩახ, მაგრამ შემდეგ ჯერზე თქვენ დაისვენებთ. მე და ტრაკი ვიმუშავებთ. ზერი კი ყველაფერს გადაიღებს. შესანიშნავია. ყველას აქვს უქმე დღეები და მხოლოდ ზერი მუშაობს დასვენების გარეშე. გამოგიჭირეთ. ეს ხეები საშინლად გასივდნენ. მე მგონი სხვა ვინმე გასივდა. მართალია. ძალიან ბევრს ჯამთორ. დაჭერობანასაც ვეღარ გეთამაშებით. კარგი რა. გაიგონეთ? როგორც ჩანს, საგზაო კვანძი შენდება. აი ეს მესმის ნამდვილი მშენებლობა. როგორ მინდა რომ იქ ვიმუშაო? ოცნება დარჩება. იქ უჩვენოდაც უამრავი ტექნიკა აქვთ. არაფერია შეუძლებელი, ბულ, როგორც ვიცი, ტექნიკა ხშირად გამოდის წყობრიდან, ამიტომ არავის არ გაუკვირდება თუ თუ პატარა ცვლილება მოხდება? ნამდვილად. როცა მშენებლები წავლენ, ტრაკი ხობეს აიღებს თორი და ბულიკი, დანარჩენ მანქანებთან ერთად დადგებიან ავტოსადგომზე. ზერი ყველაფერს ვიდეოზე გადაიღებს. მე, კატя და დოკი მომხდარს აქედან ვადევნებთ თვალს. რაღაც დიდხანს ვართ უსაქმოდ. ესე იგი გადაწყვეტილია? ვიმხიარულად. ყველანი მზად ხართ? მაშინ ტურბოზავრებო წინ! წესრიგია. მალე 9 საათი გახდება. მისვლას მივასწრებთ, წავედით. საეჭვო სიჩუმეა. გეგონება მშენებლობაზე მუშაობდნენ.
მოკლედ, მოთამაშეების შეცვლამ წარმატებით ჩაიარა. ცხოველები კმაყოფილები არიან, საჩვენებელი გამოსვლების დაწყებამდე რამდენიმე წამი რჩება. და თორი სად არის? თორი მაგარია, მას გზის ცალკე მონაკვეთი ანდეს. როგორც ჩანს, ჩვენმა თორმა თავი გამოიჩინა. ყველა აღფრთოვანებულია მისი მუშაობით. არა და მთელი დიდება სხვა სერგო. განგაში. თორისთვის დიაგნოსტირების ჩატარება უნდათ. დიაგნოსტირების ჩატარება? კარგი, დავეხმაროთ. გამოგვივიდა. მაინც საწყენია. ბრიგადა ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში მივატოვე. იქნება ამან დაგამშვიდოს. გმირო. ფანტასტიკური ტექნიკა. ფანტასტიკური. ვინ ამბობდა, რომ ძალიან ბევრს ვჭამ? უბრალოდ ფანტასტიკურ მანქანებს ფანტასტიკურად ბევრი ენერგია სჭირდება. მართლა, სადილობის დროა. ო! რუჯი თანაბრად უნდა განაწილდეს ტანზე. მზეს მიფარავთ რაკ. და ქვიშის მეტი არაფერი არ ნაწილდება. გიფარავ მზეს? ტრაკ, მზეს ნუყურებ. და გავიწყდა წინა ჯერზე რა მოხდა. რა მოხდა წინა ჯერზე? გამარჯობა, დღეს მშვენიერი ამინდია რა? კარგი იქნებოდა ჩაგვაყვინთა. წოდია რომ ჩასაყვინთი კოშკურა არ გვაქვს. მაშინ სამაშველო კოშკურაც დაგჭირდება, იქნებ ვინმეს დახმარება დასჭირდეს. მოდი მე ვიქნები მაშველი. კოშკურაზე ვიდგები და უცებ გავიგონებ. მიშველეთ. მე კი ვეტყვი, პანიკას ნუ აყვებით, დახმარება გზაშია. მაშველი, რომელსაც თვითონ სჭირდება შველა. ყოველთვის დაწოლილ მდგომარეობაში ვიწყებ დახმარების აღმოჩენას. გადაწყვეტილია. მოდი ორი კოშკურა ავაგოთ. ერთი ჩასაყვინთად, მეორე სამაშველოდ. ოღონდ კარგად უნდა ავაგოთ. შემდეგ აქ ხომ ქალაქიდან ჩამოვლენ დამსვენებლები. და ყველას გადავარჩენ. რისგან უნდა ავაგოთ კოშკურები? კოშკურებს ქვებისგან და წაქცეული ხეებისგან ავაგებთ. თან დღესაც გავასუფთავებთ. ტურბოზავრებო წინ! ბული და ტრაკი ქვებს მომზადებენ. თორი და ანკი წაქცეულ ხეებში აგროვებენ და მორებს დაამუშავებენ. სერკი მე კი უსაფრთხოების ტექნიკას მივაქცევ ყურადღებას.
ვინ იცის რა არის მთავარი სამაშველო ჩასაყვინთ კოშკურებში? სამაშველო კოშკურაში ყველაზე მთავარი მაშველია. სწორია. ჩასაყვინთ კოშკურაში კი მთავარია მყვინთავი. სულაც არა. ჩასაყვინთ კოშკურაში მთავარია წყალი. ყურადღება! ტივტივებს იქით გაცურვა, განსაკუთრებით დაცემინება სასტიკად აკრძალულია. მაგარია, რა მაღალი გამოვიდა? პირველი ვინ გადმოხდება? მე ჯერ უნდა ვივარჯიშო. მეც. გმირებო, ისწავლეთ. შეგეშინდათ არა? სულაც არ შეგუშინებია. ხომასია თორ. ო, ანკი, იქნებ ჯობია ჯერ ტრაქმა ჩაყვინთოს ან ბულმა. ჩვენ ძალიან დიდები ვართ. სიღრმე არ არის საკმარისი. თუ რამეა? მაშველი უკვე ადგილზეა. გმადლობ ზერ. გაგვამხნევე. ანკი, ოღონდ მითხარი, როდის ვიქნებით ზევით. თორემ ჟიჟიცგან თვალები მაქვს დახუჭული. თავიდან მეც დავხუჭე თვალები. მერე კი გამახსენდა რომ ძლიერი ტურბოზავრები ვართ და თვალები გავახილე. მართალია. კახელილი თვალები ძალიან საშიში არ არის. ჩამოდით, არ არის საჭირო ჩაყვინთო. ტურბოზავრები არასდროს არ იხევენ უკან. 3-მდე დაითვალეთ? 1, 2, 3. ყველაფერი გადავიღე, ყველაფერი. არაც ჩვეულებრივი იყო. რა ცუდია. ძალიან მინდოდა ვინმეს გადარჩენა. სამწუხარო რომ კოშკურა ცოტა მაღალია ჩემთვის და პეჭასთვის, მაგრამ ცოტა გავიზრდებით და მერე მე გადაგარჩენთ არა? დილი საათისთვის არ შევთანხმდით? აბა დაეძინათ. ჩვენც მოვედით. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სამეცადინოდ მზად ვართ. კი, მაგრამ მე რა უნდა გავაკეთო სანამ თქვენ იმეცადინებთ? გზებზე არ უმოძრაობ, ჩემი სტიქიაც არის. ეს მეცადინეობა არ მჭირდება. ეს მეცადინეობა ყველა სჭირდება, ქვეითად მოსიარულეებსაც. მართლა? კარგი. ხანდახან ქვეითი ვარ, იშვიათად. დღეს საგზაო ნიშნებს ვისწავლით, კატა ნიშანს გაჩვენებთ. თქვენ კი უნდა გითხრათ რას ნიშნავს. დაშვებულია მოძრაობა მხოლოდ პირდაპირ. სწორია? ქვეით და გადასასვლელი. ხო. დიდი ამბავი. ეს ხომ ძალიან ადვილია. რაც ნიშანზე ხატია, იმას ნიშნავს. შემდეგი მე ვიქნები. მე ვარ. წინ დიდი ღობეა. არ არის სწორი. ეს ნიშანი შლაგბაუმის მქონე სარკინიგზო გადასასვლელს აღნიშნავს. დიდი ამბავი, ცოტა შემეშალა. თქვენ აქ იმეცადინეთ, მე კი ცოტას ვიფრენ. ნიშნებს პტეროდაქტილის ფრენის სიმაღლიდან შევისწავლი. კი ბატონო. კატა, გააგრძელე. რა საყვარლები არიან?
ეს ნიშანი იმას ნიშნავს, რომ გზაზე შეიძლება გამოვიდნენ იხვები. მაგრამ ირემია დახატული. მე მიფრინავდი, გზაზე იხვი და იხვის ჩუკები გადადიოდნენ, მათკენ კი ავტომობილი მოკრო და მე ყველა გადავარჩინე. ყოჩახზერ, ნამდვილი გმირი ხარ. ისე უნდა გავაკეთოთ, რომ იხვებისთვის და სხვა გარეული ცხოველებისთვის გზაზე გადასვლა უსაფრთხო იყოს. იდეა მაქვს. ეს გზატკეცილია. გზის პირას საყრდენებს დავდგამთ. მათ დავადებთ გადასახურავს და მივდგამთ დახრილ, ასეთი რაღაცებია რა. პანდუსები, მათ პანდუსები ეწოდება. ზევიდან შეგვიძლია მიწა დავაყაროთ და ბალახი დავრგათ. და ეკოლოგიური გადასასვლელი გამოვა. ჩვენს დღეში რამდენიმე წაქცეული ხევნახე, მათგან მშვენიერი საყრდენები გამოვა. და პანდუსები. რა ლამაზი სიტყვა? პანდუსი? ეს ხეები ტყეში უნდა ვიპოვოთ და ტოტებისგან გავწმინდოთ. რთული ამოცანაა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია. ტურბოზავრებო, წინ! ჯერ უნდა დავდგეთ ნიშანი, საგზაო სამუშაოები. სწრაფად ვიზამ. ზერ, დო, გზასადევნე თვალი. ვინმე თუ გამოჩნდება, გაგვაფრთხილეთ. ვინმე თუ გამოჩნდება, ვიცი რაც უნდა გავაკეთო. თორ, შენ მიწაში ხვრელებს გაბურხავ. ტრაკ, შენ ამ ხვრელებში საყრდენებს ჩადებ. ანკი, შენ ტრაკს მორებს მიაწვდი გადასახურავად. ბულ, შენ გადასასვლელს მიწას დააყრი. ტურბოზავრებო, წინ! რა კარგი ხიდია. ხვალ თესლს მოვიტან და მასზე ბალახს დავრგავთ. შეიძლება სანამ ვერავინ ვერ მხედავს, ამ ხიდზე გავისეირნო. რა თქმა უნდა, შეიძლება. შესანიშნავი კადრები გამოვიდა, მაგრამ რაღაც აკლია. რას გულისხმობ? ირმის ნახატიანი საგზაო ნიშანი აკლია. აქ ხომ გარეული ცხოველები გადავლენ ხოლმე. ყოჩახზერ, მართალი ხარ. შესანიშნავი ამინდია გასეირნებისთვის. ნაყინიც გემრიელია, შეხედე ჩიტები. ой, კინაღამ წავიქეცი. ხედავ, ჯერ არავინ არ არის. ალბათ ადრე მოვედით. არა ნერვიულ, ახლა გამოჩნდებიან. გამარჯობა, მეგობრებო. დღეს რა გავაკეთოთ? გთავაზობთ სპორტს დავუთმოთ დრო, მაგალითად სიმაღლეში ხტომას. ვგრძნობ, რომ რეკორდის დამყარება შემიძლია. შესანიშნავი იდეა. ზერი სიმაღლეში საუკეთესო მხტომელია, ამიტომ მსაჯი იქნება. ისევ, ნამდვილი ტალანტი ისევ ჭრდილში დარჩება. ტრაკ, საფეხბურთო კარის ძელი ცოტა დაბლა ჩამოსწიე. მას გადავახტებით. მოემზადეთ? დაიწყეთ. ბრავო, დო! დღეს ფორმაში არ ვარ. სხვა დროს გადავხტები. არ მოიწყვინო თორ, შენი დროც დადგება. შესანიშნავია. ტრაკ, ძელი მაქსიმალურ სიმაღლეზე დააყენე. გრძნობ, რომ მზად ვარ რეკორდი დავამყარო.
მოემზადეთ? დაიწყეთ. შესანიშნავი მცდელობა იყო ბულ. ახლა ამ ქვას რა ვუყოთ? ქვა უნდა მოვაშოროთ, მაგრამ ძალიან დიდია. შეუძლებელი არაფერია, თორ. ამ ქვის დახერხვას პატარა ფილებად შეძლებ? რა თქმა უნდა, შევძლებ. ეს ხომ სიმაღლეში ხტომა არ არის. რატომ უნდა გავხერხოთ? ქალაქის პარკში დიდი ხანია გზებზე ფილები არ გაურემონტებიათ. ახალ გრანიტის ფილას გავაკეთებთ. კარგი აზრია. საღამოს როცა პარკი დაიკეტება, ძველ ფილებს სახლებით შევცვლით. და ეს ქვა ადამიანებს სარგებელს მოუტანს. შესანიშნავი იდეა. ტურბოზავრებო, წინ. აღიღარ თორ. შესანიშნავი ფილები გამოვიდა. ახლა ეს ფილები ბულის ციცხრზე უნდა დავტვირთოთ და პარკში წავიღოთ და ახალ გზას გავაკეთებთ. ტრაკის გარეშე ამას ვერ შევძლებთ. ამიტომ მისაბმელი ჩვენთან ერთად წამოვა. ვაშა, ტრაკი პარკში მიდის. ტურბოზავრებო, წინ. ანკი, ფილები გადმოტვირთე. ახლა ძველი ფილები უნდა ავიღოთ. ბულ, ეს შენი საქმეა. ტრაკ, შენ ფილებს გზაზე დააწყობ. ზერ, ტრაკს დაეხმარე. ზევიდან ადევნე თვალი, რომ ფილები სწორად განლაგდეს. აი ეს კარგად დააწყო. შესანიშნავია. ეს უფრო სწორად უნდა დაიდოს. რა სილამაზეა. დო, შემოწმე ყველგან კარგად დევს ფილები. ყველაფერი შესანიშნავა და ტრაკი ნამდვილი ოსტატია. მომეწონა ამის გაკეთება. არც დავღლილ ვარ. მოდი მთელ ქალაქში შევცვალოთ ფილები დღეშიც. მე მზად ვარ. ეგ სხვა დროს გავაკეთოთ, ტრაკ. ამის აქ დატოვება არ შეიძლება. ვიცი როგორც უნდა მოვიქცეთ. დავამსხვრიოთ და პატარა ქვები პარკის ბილიკებზე დავყაროთ. წვიმის დროს გუბურები აღარ გაჩნდება. შესანიშნავია. თორ, შეძლებ მის დამსხვრევას. რა თქმა უნდა, შევძლებ. ეს ხომ სიმაღლეში ხტომა არ არის. აი შენი ვარსკვლავური დროც დადგა თორ. რა თქმა უნდა, ეს ხომ სიმაღლეში ხტომა. კარგად იმუშავეთ, მეგობრებო. ძალიან ლამაზი გამოვიდა. ახლა აღარავინ არ წამოკრავს ფეხს. ბეწა, კაცა, ბებია სამზარეულოში ხომ არ არის ფილები გამოსაცვლელი? მე ორ შევჭამდი, არ გამიჭირდებოდა. მე სამს. არა, სამი ანანასი არ ჩაგეტევა. დიდხანს შევჭამ. მაგალითად ერთი კვირა. სამწუხაროდ მხოლოდ ერთი ცალი გვქონდა, ძალიან გემრიელი იყო. რა? გემრიელი? მხოლოდ ერთი? ანანასი, ბებიამ გვიყიდა. ასეთი ბოსტნეული ან ხილი. ნამდვილი ანანასი ბალახოვანი მცენარეა. ინტერნეტში ასე წერია, მე თვითონ წავიკითხე. მეც მინდა ბალახოვანი მცენარე. მეც მინდა. ყველას გვინდა. ანანასი აღარ არის. სად არის? შევჭამეთ.
ასეც ვიცოდი. იდეა მაქვს. ანანასის წვერი დარჩა. შეგვიძლია დავრგათ და ახალი ანანასი გაიზრდება. წვერი? სად არის? მოდით სასწრაფოდ დავრგათ. ჩვენთან ანანასი არ გაიზრდება, სათანადო პირობები სჭირდება. უნდა შევუქმნათ. სითბო სჭირდება და ბევრი წყალი. ორანჟერიას ავაშენებთ. ეს მეფე ლეოპოლდ მეორის სასახლის ორანჟერეა. შეგვიძლია ასეთი ავაშენოთ. ეს ხომ ნამდვილი სასახლეა. მერე რა? რით ვართ ლეოპოლდზე უარესები? სკულპტურებიც უნდა დავდგათ? ტრაქს დავაყენებთ მორზე. ის იქნება სკულპტურა. გეყოფა სისულელეები, სკულპტურები არ გჭირდება. სასახლის თანამედროვე მასალით ავაგებთ. ლითონის მილები დაგჭირდება. მინა? სად უნდა ვიშოვოთ? სოფლის ბოლოში ცოტა ხნის წინ ახალი სახლი ააშენეს და მთელი გროვა სამშენებლო ნაგავი დარჩა. მართალია, ბებია ჭხობობდა, როდის გაიტანენო ამ ყველაფერს ნაგავს საყრელზე. ჩვენ გავიტან და ანანასიც გაიზრდება. ტურბოზავრებო წინ! საინტერესოა. მე ვიტყოდი, რომ ძალიან საინტერესოა. ტრაკ, კარკასი მოამზადე. თორ, მიწა მოთხარე და ტრანშია გათხარე ტბისკენ. ტრაკი მასში მილებს ჩადებს, მოსარწყავად დაგჭირდება. ტურბოზავრებო წინ! მარჯვნივ, მარცხნივ, მარჯვნივ. ასე. კარგია. მეც მინდა დაგეხმაროთ. შენ სამეთაურო პუნქტი იქნები. მარჯვნივ, ასე სწორია. უფრო მაღლა აგწიე? ჰო. ტრაკ, ახლა ეს რკალები მიწაში ღრმად უნდა ჩაარჯო, გესმის? თორ, ტრანშია გათხარე ტბისკენ. მცენარეებს წყალი სჭირდებათ. კარგია. თითქმის ისეთივე გამოვიდა. ვაშა, ეს შევძელით, ყოჩაღები ვართ. და წვერი? როდის უნდა ჩავრგათ? დღესო ჩავრგავთ. ანანასი როდის იქნება მზად? ხვალ არა? არა ზერ, მოგიწევს მოითმინო. კარგი, მზად ვარ. მოვწყავ, მოუვლი და მოვითმენ. ვიღაცის ნაბიჯების ხმა მესმის დავიმალოთ. ეს რა არის? საიდან გაჩნდა ასეთი სილამაზე? ჩვენ თვითონ არ ვიცით, როცა მოვედით აქ დაგხვდა, ალბათ არავისი არ არის. კარგია, რომ არავისი არ არის. ხედავ ანანასებს ზრდით. მე კი პომიდორის ჩითილებს მოვიტან. ბევრი ადგილია. ახლა პომიდორების მორწყვაც მომიწევს. ნეტავ, ანანასი ვით გემრიელია?
3, 2, 1. რა ამბავია? მეგონა მიწისძვრა იყო. პეტია, მიწისძვრა კი არა, შეჯიბრებაა. სიგჯეში ხტომა. სიღრმეში ხტომა უფროა. არ შეგიძლიათ სადმე სხვაგან იხტუნოთ? მაგალითად ტყეში. მე მგონი არ ღირს კატა. იქ ხევია. ხევია? სად არის ხევი? განიერია? ხო, დაღრმაც არის. შეიძლება სახიფათო იყოს. სად მიდიხართ? უბრალოდ შევხედავთ. ნუ გეშინიათ, ჩუმად ვიქნებით. როგორც იქნა, უფრო სერიოზული ადგილი ვნახეთ. დაანებდი ანკი. არ დავნებდები. მზად ხართ? 3, 2, 1. რამე ხომ არ იტკინე. იქნებ შევეშვათ ამ ნახტომებს. ეს არის ნახტომი. აი, ახლა ნახავთ ნახტომს. ეს რა არის? ახალი გზა? არა, ეს ახალი მსოფლიო რეკორდია. მშენებლები რომ მოვიდნენ? აქამდე თუ არ მოსულან, ესე იგი ისვენებენ. ო, სერიოზული მანძილია. შორს უნდა გადავხდეთ. ო, და დასაცემად მაღალია. შეგეშინდა? ო, შენ გამო. შენ არ შეგიძლია დამოხრუჭება. მე არ შემიძლია დამოხრუჭება. ასე არა? გამოწვევა მიღებულია. 3, 2, 1. მოიცადე, გადავიფიქრე. ხომ გითხარი შეგეშინდა მეთქი? ჯერა რომ გადახტები ანკი, მაგრამ არ ღირს ამის გაკეთება. რა სიტყვი? ვინ არის ჩემპიონი? ჩამოსვლას როგორ აპირებ ჩემპიონო? სივიწროვეა. როგორ უნდა ავკრიფო სიჩქარე? სამაგიეროდ მოიგე. მე მგონი წავაგე. გთხოვთ დამეხმარეთ. მეტისმეტად მაღლა. დაიჭირე. არა, ასე არ გამოვა. ჩემი გეგმა ჩიხში შევიდა. სამაგეროდ კიდევ ერთი გეგმა ვიპოვე, მშენებლობის გეგმა. ეს როგორ დაგვეხმარება? შეუძლებელი არაფერია. დაუსრულებელ გზას თუ ვერ გადაახტები, ის უნდა უნდა გადაუფრინო. შენებლობა უნდა დაასრულო. მაშინვე როგორ ვერ მივხვდით? ტურბოზავრებო წინ. გასორე. ერთი ბოძი არასწორად დგას. ახლა მიწაყრილი უნდა გავაკეთოთ, რომ ტრაქმა გადახურვების დაყენება შეძლოს. ზად არის. იქნებ რამე არასწორად გააკეთეთ. ნუ ნერვიულობა, ანკი, ყველაფერი გეგმის მიხედვით გავაკეთეთ. 3, 2, 1. ჩემპიონს შეეგებეთ. ვაშა! რა მაგარია, ახალი გზა ისეთი სწორია. მოდი ვინ მიასწრებს.
იქნებ ჯობია ჭადრაკი ვითამაშოთ. რა ვქნათ? გადავხტეთ? ეს ადვილია. ოღონდ ჯერ ხიდის მშენებლობა დავასრულოთ. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი. თქვენ საძებნელად მოვდივარ. თორ, ბულ, ანკი, ზერდო, ტრაკ და კატა. შეგიძლიათ აღარ დაიმალოთ, გიპოვეთ. იპოლიტი სად დაიკარგა? იპოლიტ, სად ხარ? რა უცნაური ხეა. ბავშვებო, თქვენ აქ რას აკეთებთ? ჩვენ? დამალობანას ვთამაშებთ? უცნაურია. ძალიან უცნაურია. ახლა ვინ იხუჭება? დრონს გავუშვებ და ვნახავ რა საიდუმლო ამბები ხდება ჩვენს ტყეში. კარგი, სად უნდა დავაჭირო? გაჩერდი! საით! აი სათყოფილ ხარ. მე კი ყველგან გეძებ. უცნაურია, ზერი სად დაიკარგა? არ დაკარგულა, გაიჭედა. უნდა დავეხმაროთ. გაუცელი ზერ, ახლა დაგეხმარებით. ხო, როგორც შანს ბატარეის გამოცვლა მომიწევს, ან ზამბარა, ან კბილანა. შეიძლება ყველაფერი ერთად გამოვცვალო. ცოტათი ვერ გავთვალე ტრაექტორია. მოითმინეთ, ზერს მალე გავათავისუფლებთ. გზა დამითმეთ თუ შეიძლება. რაღაც თავბრუმ ეხვევა. შეიძლება ჩამოვჯდე. კიდევ ვინმე თუ ჩამოვარდება, ასე მაგრად არ დაეცემა. ვიცი რატომ არ გამოგდის არაფერი. იმიტომ რომ არ გისაუზმია? იმიტომ რომ ერთად კი არა ცალ-ცალკე ვცდილობთ დავეხმაროთ. იდეა მაქვს. ტურბოზავრებო, წინ! უნდა მოვთხაროთ, ამიტომ მოგვიწევს ყვავილი იქით გადავიტანოთ. ტრაკი კი წაიღე? მოდით, თორს დავეხმაროთ.
თორ, შენი დიდი ნიჩაბი გჭირდება. უფრო ღრმად გათხარი, თორ. ანკი, ის არის ამოსიე? დროსი გჭირდება. წავედით დო. ამოსიე. ეს ზერი არ არის. ნაძვი კი მგონი უფრო მოკლე იყო. დაგიჭირე გაქცეულო. თქვენ რა, ისევ დამალობანას თამაშობთ? დიახ, დიახ. ჰეი! ზერ. არ დაიჯერებთ ისეთი ამბავი გადამხდა. მოკლედ, ჩემთვის სელფის ვიღებდი და უცბად. ბურთი დაბერილია. ახლა შეგიძლია რამდენ ხანსაც მოგვინდება იმ დახას ვითამაშოთ ფეხბურთი თუ რა თქმა უნდა, ტრაკმა ისევ არ დააბიჯა. იმ ხრუბლებს შეხედე პიტერ დიდად არ მომწონს. კარგი რა, წვიმამ შეგაშინა? რა თქმა უნდა არა. ბიჭებო, სიმართლე გითხრათ, ბავშვები ვით იქცევით? ეგ არაფერი. მალე პეტია და კატია მოვლენ და ვითამაშებთ. როგორც ჩანს იწვიმებს. არ ინერვიულო, მალე გადაიღებს. ზერ, შეგიძლია აფრინდე და ნახო მალე გადაიღებს თუ არა. გაჩერდით! ახლა გაჩერდით! იქ ზევით! ზერ, რა დაგემართა? არა, ხო, ზევით ტორნადოა ტრიალებს და გზად ყველაფერს ანადგურებს. თანაც პირდაპირ აქეთ მოდის. აქეთ! ლაბირინთი უნდა დავმალოთ, რომ ტორნადომ არ დააზიანოს. აუცილებლად, მაგრამ ჩვენი მეგობრები? მათ რა ელოდებათ? ნუ გეშინია, პეტიას და კატიას აუცილებლად ვიპოვით. დროულად გავაფრთხილებთ. პეტია, კატია, გესმით? უსაფრთხო ადგილას დაიმალეთ. ტორნადო გვიახლოვდება. ჩვენს თქვენთან მოვალთ. თქვენს ადგილს სამყოფელს ვნახავთ, ახლა კი იჩქარეთ. აკარიან! სწრაფად ტორნადო მალე აქ იქნება. პეტია, ბები უნდა გავაფრთხილოთ. მისი მეზობლებიც. რა კარგია რომ შევხვდით. ტორნადო გვიახლოვდება. უსაფრთხო ადგილას უნდა დაიმალოთ, მაგალითად სარდაფში. წავიდეთ. რა საშინელი ქარიშხალია. ჩვეულებრივი ქარიშხალი არ არის ბებია, ტორნადოა. წამოდი სარდაფში დავიმალოთ. იბოლიც მოვიყვან. კიტი, ახლა სადგაქრა ეს კატა. შენი აზრით უკვე სარდაფშია? მაშინ ჩვენც დავიმალოთ. კატა საფრთხეშია. უნდა დავეხმაროთ. ტურბოზავრებო, წინ! გამაგრდით.
სახლი წესრიგშია, მაგრამ ბეღელი დავკარგეთ. ო, ამ არეულობის დალაგებას დიდი დრო დასჭირდება. არა მგონია, ხომ ასეა ბულ. მართალია თორ, მე და ანკი ყველაფერს უცებ გავაცუფთავებთ. თორ და დო, თქვენ მიწა მოასწორეთ. ტრაკ, შენ მასალები შეაგროვე და ბეღელი ააშენე. ზერ, მე შემიძლია ბეღლის აშენებაში დავეხმარო. ტრაქს მითითებებს მივცემ. გირჩევნია არც სადო. მაშინ არაფერს არ გავაკეთებ. ბოლოს და ბოლოს დაღლილი ვარ. გადავარჩინე და კინაღამ ტორნადომ წამიღო. კარგი, შენ დაისვენე. ტურბოზავრებო წინ. შეხედე. ტორნადომ ვერაფერი დაგვიშავა. ო, მგონი ასეა, მაგრამ დაბნეული ვარ. მახსოვს, რომ ჩვენი ბეღელი უფრო პატარა იყო. ჩემი აზრით, ზუსტად ისეთივეა, ბებია. მე საერთოდ ვერ ვხედავ განსხვავებას. გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი ორის მიერ.